მე ბოლო ბაბინის სტეკერი იყო გამოვარდნილი პროსტაზე. ჭვად. მეგობრებო, აი ეს ნაგასაყრელი, აი აქვე დავტოვე. აუ, ძიშვილი ვიყო აქვე თუ არ დავტოვო ის. ამოყალიბებული მაგდა. ვარიდებს. შეიძლება. სინქრონი. ხო, რაღა უნდა იყოს, თო ბაბინა ეგრე არ იგზავს. აჰა. ოზიში. აგრანიჩენიას რო ხსნის, მერე გენაცვა, მერე კარგად მიდის. კარი აღარ არის. ჩემი აზრით ბევრად უხდება აი. ძალიან ბევრად. ჩემი აზრით იმენა ვაფშე ხომათ არა გაიჩნდა. ესე იგი, ვისაც ყავთ 201, 202, 202 აქვს კი 210 და 124. ყველას იქნება მონოვაიპერი ეგრეთ წოდებული, რომელიც არის იგულისხმება, ანუ ცალი საქარემიდის საწმენდი რა. კარგი იქნება როგორი რაღაცა, რომ ლუბრიკაცია მიცეთ რა, ანუ შეზეთოთ რა. ეხლა ამას ესე ვიზავ, რომ დორნიკს ჩართავ სალონიდან, ზამოკიტაკიტილი გაქვს და გააღებ და გააჩერებ რა მომენტშიც გინდა, უნდა იყოს ბოლომდე გაშლილი. იდეალური იქნება ბოლომდე გაშლილი თუ იქნება. აი ეს რაღაცა ესე რა. აი ეს აქედანვე მოკაჩავ და აქ კბილანები აქვს გვერდებზე და ამოდის. არაფერი. აი ეს პირდაპირ ამოდის. რა ბრეიკლინერი ჩვეულებრივი. თეთრი ტაოტია ეს თუ რა არის, ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ პატარაზე მეთქი და დამოვა. თვითონ შედარებით გაჩუმდა. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო მეგობრებო. სტუდიოს კადრებიც იქნება, სტუდიოზეც მოხსნით მერე და ეგეც ერთი საქმე გავაკეთეთ. არა ძმაო, ბევრად სწრაფი გახდა და ბევრად ჩუმი. მოკლედ მეგობრებო, ეხა ხმაურია ბოდიშით. ესეთ სიტუაციაში ვარ, ძრავები გავრეცხეთ. ხო და აგერ ზუკა თავიდან აკეთებს ელექტროობას. იქნა გვესტუმრა თავისი გოლფით, უკვდავი გოლფით და რა ძრავია, რა მოტორია, აუ ახადე რა გეხოთ. ეს არის მეგო ყველაზე დიდი ძრავი მანქანებში, ავტოინდუსტრიაში. ნახე, ფილტრიტო. აი ეს ფილტრი სად გიყენია? ხო ძრავისა. ხო. ეგ არის კაროკა, ტრაკი. რა პატარა რემენია ჩი. რემენი კი არა ისა, ძაფი არის. საღო. ყველაფერი ეტია, აი ბაგაჟნიკიც უნდა იყოს აქ. აკუმულატორი, ძრავი, კაროკა, ყველაფერი აქვს. ნახეთ რა ზრინავს მეგობრებო, იმენა ზიპინებს. გიდრავლიკა. მეგობრებო, მერსედესი ყოველთვის ეხმარება BMW-ს. ჩემი სტოდოს ამორტიზატორი დავაყენეთო, დიდზე გაღებული იყო კაპოტი. დავაყენეთ რა, გაუდეთ. ეგ არის ბრა, სისინებს. როგორია? ნამდვილი მექანიკა. აუ, ნამდვილი. ეგაც მაო მართლა ნამდვილი მექანიკა. ეგრეა ბრა. აი მეგობრებო, თავიდან ჩაგდებით მუშაობდა ცოტა ხანი და
ვაძლევდი გას პატარაზე აპერებოებდა, მაგრამ ნახეთ, სამაგიეროდ ბევრად უფრო ლამაზია. მე მომავლისთვის სადმე რომ მოვხვდები, კაფი და ფუნჯი მინდა. აი, ამედგილებში მივასხავ, სადაც ვერ მივწვდი, კერხერით. და იმას ლამაზად, აი ქვევიდან ზაშნიკს მოხსნივას გავრეცხავ და წესდი მენა იდეალური გამოვა. აი, ეგ ძალიან გასუფთავდა. ნუ ეს ჟანგები რა თქმა უნდა შევიმჩნიოთ ეგ ვიცით უკვე. ხო და რავი რა. ესეც მოვიდა. ამისას ვაფშე არაფერი არ მოვიდა იმენა. მოვიდა მეგობრებო ალუჩი სეზონი. დაიწყე უკვე. ზუკ არ დღეს ძალიან ბედნიერი მეგობრებო. აბა როგორი ბედნიერი ხარ. Короче, ლუკას მაგალა გაკეთდა, დიმას მადლობა. დიმას მადლობა. შარუმასაც მადლობა, რა. ხო და დავაყენეთ ყვითელებ, შეაფასეთ. შეაფასეთ მეგობრებო. შეფასებეიშენ გეიშენ. რომელიც მოტაკაია ზასვანკა რაბოტაეთ რა. ცოტა ისე. წესით ისმის. ხო რა. ახეთ მეგობრებო. რასაც გამოვართვე სულიკოს. ოპა, ნახეთ ცალი მხარი როადის დებილი ვიცი მე. ეხა მეგობრებო, კომპიუტერი გვინდა და დროსელი. Здравствуй, заслонка. დროსონდა ზასვანკა. Короче რა, მეგობრებო 500 ლარი ჩამირთეთ რა. მეგობრებო, აი ქა დონაციის ლინკი. დღეს გახლავთ 17 მაისი, მივდივართ ელიავაზე კიდევ ერთხელ. დღეს უნდა შევიძინოთ კომპიუტერი. ვერ გადავრჩი ძრავის კომპიუტერის ყიდვას. კიდე ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა მაჩუქა ყვითელი ციმციმები. და მინდა პირადად მადლობა მოუხადო რა აქედან. გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდიდან. ეხლა მივდივართ მანქანასთან. მე და ჩემი მშვენიერესი რეჟისორი რა არის? რა ქვია, პროდიუსერი. გადამღები. ესე იგი დღეს დილით გავაგზავნე ნაწილები, რა ნაწილები გავაგზავნე? მოკლედ დილით გავაგზავნე ეგრეთ წოდებული ლიპა პომპა და შკივები, დამჭიმები, უბრალოდ შკივები. ეხლა მიგვაქვს ჩვენ რემნის დამჭიმი და რულავოის შკივი. ეხლა რა სიტუაციაა? მოკლედ ყველაფერი რო აიწყო ელექტროობა. ეხლა 124-ით მივდივართ. ელექტროობა რო ყველაფერი აიწყო, მანქანას რო დაქოქავდი, 1-15 წამში თავისით ქრებოდა რა. გაზი თუ წაათამაშებდი აბაროს თავის არ ჩაქრებოდა, მაგრამ მაინც ესე თავის ხოძე რომ მიგეშვა ჩაქრებოდა. რავი, მოკლედ თავიდან გვეგონა რომ ჩვენ მახავიკი რაც დავაყენეთ, ფიქრობთ რომ კბილანები ავაცილეთ, კბილანებში აცდა და მაგიტო ვერ ითვლიდა კარგად. ამთვრელი დაჩიკი გამოცვალა 2 კოტუამ და მოვედით იმ დასკვნამდე რომ კაროპკა უნდა მოგვიხსნა და გაგვეცეს და მოხსნეს კაროპკა, დააყენეს ჩვეულებრივი ქარხნული მახავიკი რაც მოყვება ავტომატიკის, კაროპკის გარეშე დაქოქეს, მაინც იგივე პრობლემა ჰქონდა. და ბოლოს დასკვნამდე მივედით რომ ეს ძრავი სანამ წამოვიყვანდი მანქანას დაშალეს და რაღაცები გაუკეთეს, იმაიმუნეს, ხელები აფათურეს მოკლედ და მეტკა იყო დაწეული ასე ვთქვათ რა. არაქარხნულად იყო გაკეთებული, ვითომ ვიღაცას უნდა გაეტურბინებინა. ესე რომ გაეგრძელებინათ, ვერც ტურბინას ვერ დაადგამდნენ და საერთოდ პროექტი არ გამოვიდოდა რა. მოკლედ გაასწორა გუჯამ მეტკა დასვა ქარხნულზე, დაქოქეს მერე და რო დაქოქეს ჩვეულებრივად იდეალურად მუშაობსა ყველაფერიო. რაც შეეხება მანქანის პროექტის გაგრძელებას. პროექტი მეგობრებო დიდი ალბათობით შეწყდება 1-2 თვით. თუ ვინმე სპონსორი არ გამოჩნდება, რომელიც დაასპონსორებს ამ პროექტს და დაგვეხმარება ან გვერდში დაგვიდგება, მაშინ სხვა გზა არ იქნება. 1 თვე ყველაზე მინიმუმ ეს პროექტი უნდა გაჩერდეს. ვერაფერი სიახლე ამ პროექტზე ვერ იქნება. წამოვიყვანთ ბოლო-ბოლო სახში და დავაყენებთ ცოტა ხანი. და როცა უკვე იქნება იმის საშუალება რომ გაგრძელდეს, მე გავაგრძელებთ რა. ეს შეიძლება 1 თვეში, 2 თვეში ან საერთოდ შემოდგომაზე იყოს. ეს არის 5 ივნისი. ესე იგი მოვედით მანქანასთან. ესეთი სიტუაციაა. წინაცხვირი დაშლილი არის, რადიატორები ამოღებული არის. ძალიან აი როგორც აქ ხედავთ რომ ზეთიანი არის, ისე იყო ზუსტად იქაც. მე ამას კერხერით მივწვდები და გავწმინდავ, თუ კერხერით არა რაღაცნაირად მივწვდები და გავწმინდავ. ესე იგი მოვიტანე დამჭიმი მოვიტანე. აი ეს არის ძალიან უცნაური დამჭიმი ვიყენე ამ M4-ის მოტორს. მე 3-2-ებს ცოტა შემდეგ გამოშვებულებს სხვანაირი ადვილი დამჭიმი ვიყენიაო და ის გადააყენეო, მაგრამ იმის შოვნა არ გინდა, ეს სულიკოს ხონდა პირდაპირ და წამოვიდე. და ეს პატარა როლიკი, ანუ ნახეთ, ეხა გეტყვით რასთან მქონდა საქმე, წარმოიდგინეთ, რადგან რემნის დამჭიმი
იყო გაფუჭებული და ვინაიდან რადგანაც არ ჭიმავდა რემენს ადგენენ და აი ეს როლიკი, გიდრავლიკის როლიკი დააყენეს დიდი, არსებობს მეორნაირი, აი ესეთი დიდი, იმისათვის, რომ რემენს რასაც აყენებდნენ, დაჭიმული ყოფილიყო სულ. სალონში ესეთი სიტუაციაა. და ეს შორიდან რომ შეხედო ძალიან ცუდი არ არის, იმას გავაკეთებთ. აქეთკენ იშვებდა, ეს ორი მხარე იშვებს და ну აი ჯერ ადროს მაგის მოგვარება არის, მაგრამ მგონი გავდივართ მეგობრებო ბოლოში, მაგას ვიძახი მთელი ეს პროექტია, რომ გონი ბოლოში გავდივართ თქო, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ რა იქნება რა. კრიშკა ქონდათ ახტილი, გუჯას კრიშკა ქონდა ახტილი და ფოტოს ჩავაგდებ ახლა, ძალიან სუფთად გამოიყურებოდა შიგნიდან. პადმონტონები შეიცვალა, როგორც ხედავთ. პადმონტონები შეიცვალა, ძრავი უფრო სტაბილურად დგას, ასე ვთქვათ, აღარ ვიბრირებს გაზის მიცემის დროს. მეგობრებო, ახლა მოსული ვართ გრინვეიში. ზუკას მანქანა მოვიყვანეთ და უნდა გავატაროთ ტეხასმოტრი რა. ავამუშავეთ ყველაფერი, ეს ტომანიკები არ ანთებდა. და უკან ერთ სტოპს ქონდა პრობლემა. ეგეც ავამუშავეთ, აი. ზადნემიე? კაია, ორივე კაია. ზადნემიე? ეგ არის, ეგეც მუშაობს. ავორნიკების მუშაობს, აი პროსტა შეიძლება ამ მეებზე გვითხრან რამე. ეხლა რაღაცებს ჩარიჩობს ის. გამოცდა ჩავაბარეთ. ჩააბარა გამოცდა მეგობრებო, მოკლედ, რამდენი აიღო ქულა? 100-დან 100 კარგია. შეაყენე ხა ნაყინი უნდა ვაჭამოთ. ხოდა რავი რა, კაია ეხა ივლის. ჯარიმა უკვე მოვასწრო, დაუწერეს უკვე ტეხასმოტრის. მაგრამ აი, აუ საწავიდა შენ. მოკლედ, მე ძალიან ვემხრობი ზოგადად ტეხასმოტრის ამბავს რა. იმიტომ რომ ტეხასმოტრი ისეთ პატარა წვიმანებს გაგვარებინებს შენ მანქანაზე, რასაც არ გააკეთებდი რა. და პირიქით კარგი არის. ანუ ვერა დაიფარო შენი მანქანა გამართული თუ არ არის, ქუჩაში არ უნდა დადიოდეს. ჩემი აზრით. ანუ ვერა დაიფაროს რაღაცა მოვიდეს ან მოხუჭების სისტემას ან სავანაწილებში რამეს ან რაღაცას და გამოიწვიოს ამან ან რაღაცა შემთხვევან ავტოავარია, ეს იქნება თავიდან ბოლომდე იმ ავტომობილის მფლობელის დანაშაული. ხოდა ჩემი აზრით ტეხასმოტრები ესე უნდა იყოს, კარგია. პირიქით გაგვარებინებს რაღაცეებს. ეხა გააკეთა, ორივე სტოპის უნთებს, ტუმანიკების უნთებს წინ, ორივე ზადნის კაბელი უნთებს, ვაფშე არ უნთებს არც ერთი. ხოდა წავედით ეხლა ვასმოიში უნდა გავიაროთ. ვასმოიში უნდა ვიყიდოთ. რემენი, ჰა? რემენი 23-15 არა არ მაქვს. 23-15 რაღაც ზომა არის ეგეთი. მივათ და დავაყენებთ და დავქოქავთ რა. და ვნახოთ აბა რა იქნება. ხა მოვედით ვასმოიში. პირველად ვასმოიში ფოტოშორის მოვინათლე და ეხლა უნდა ვიკითხოთ ერიკას მაღაზია. ორიტა? ერიკა, ორიტა, ხო? რა პიანო? ერიკა 199 მაღაზია ვას. ორიკა? ერიკა. ორიტა? ვაიმე ბიჭო, სომხური სახელია ერიკა. ორიკა. ხო და ვიყიდით. აი ვიკითხოთ ახლა აბა ერიკას მაღაზია. აი ესე აი ჰამაკში ზის უკა სემიჩკას ჭამს. ასეთი ბაბუა ელოდება საერთოდ. ისე ველოდებით თვითონ გამყავსო დღესო, მაგრამ მაინც რა. რემენი მოვიტანეთ. ხა და დაალაიქეთ მეგობრებო, ან მეგობრებს გაუზიარეთ, ბევრი ნახვა დავაგროვოთ, სპონსორი მოვიდეს იქნება რაღაც გუშველოს. ბიჭო, სპონსორებო, ესეთი მანქანა ჯერ არ გინახავთ სოფლიოში. სოფლიო დონის პროექტია. Yes. სად გინახავთ სტოძოში 3 და 2 არ არსებობს. აი ესეთ სიტუაცია. ეხა ბენზინი მოვიტანეთ. ბენზინს ჩამოვასხავთ, ვნახავთ აბა ერთი როგორ ჩამოდის. ბიჭო. კაკუნის ხო აღარა აქ?
მოკლედ ახლა ესეთი იდეა გაჟღერდა, რომ თუ ფილტრი, ანუ ზედთა ფილტრი არ ვიცი ვაფშე რა სხია, რა დევს. თუ ფილტრი დაკუჭულია და ვეღარ ატარებს და დიდა აღარ ყავს უკვე და წნევას ვეღარ ქმნისო, კარგი იქნებოდა აქამდე რომ მეთქვა ეგეთი ამბავი, რომ ფილტრი არ ვიცი რა ყენია თქო. შეიძლება გიდროტაკატელებიო, თუ გიდროკომპენსატორებიო, თუ არ შეივსო, კარგად ზეთითო, კარგად ვერ იმუშაოსო მანქანაო რა. და მაგით ოქონდესო ეს რაღაც პატარა ჩაგდებასავით. ხო და ესე იგი გვესაჭიროება ახლა ზეთი და ფილტრი. პირველ რიგში მაინც გამოსაცვლელია. მეორე დღე მეგობრებო. მეორე დღე კი არა 34,000 დღე ემბლემისთვის მოვიტანე პატარა პლასმასები და პლუს ზეთი მოვიტანე რა. აქეთ ნახეთ ეს დადგა. გარეთ გამოიყვანეს ბიჭებმა ახლა. აღია მაგარ ვიძიატო. ეს ბამპერატო ძრება ვერ გავიგებას ბოლტია მქონდა დასჭერი იმის. მოვიტანე ზეთი. 7 ლიტრი მოვიტანე, 7 ლიტრი უწერია ქარხნულად. აი ესეთი პლასმასი არის რა. და არ ვიცი ჯერ ეს პლასმასი ვერ ჩაჟდა მე ის თუ რა არის, მაგრამ აი თქვენთან ერთად ნახავ ახლა. ორი 3 არც წინა ემბლემა ქონდა მანქანას. არც წინა ემბლემა ქონდა და არც უკანა ემბლემა და ეგ არ იყო მერსედესი. ემბლემა თუ არა, არა მერსედესი ეგა. კალპაკებიც არ უყენია რომ ანუ რომ მერსედესია რა. ვერაფრით ვერ მიხვდებოდი. ხო, ვერ მიხვდებოდი ამ მანქანას და ინახავდი მერსედესი იყო თუ რა. ორი წუთი წავიდა. ფეხია უშ. მეგობრებო, მივდივართ წოძევინოსტოს გამოსაყვანად. ახველიაზე ვარ. 100 გრამი მინდა. ზუკა მეგაზავება და რატო მეგაზავება არ ვიცი, იმიტომ რომ თავი და შემეგაზავებოდი თუ გავს. თავი არა 3-დან 0-ზე არ ვარ. ბეჭდა 3-დან 0-ზე მე გეუნებოდი 2.8-ზე ჩადებოდი შენ. არჩი ამის მანქანა და გიჟივით ეხა კადრები ნახავთ. სოროკ შეშტი გაკეთებული, შემშვები გაკეთებული, გამშვები გაკეთებული. ნასტროიკის გარეშე 4 კარიანი კი იყო სოროკ შეშტი, მაგრამ ვიარეთ რა. მით უმეტეს ზუკას მანქანას აქვს რაზვალი და რაზვალიც ეხა გინდა არ გინდა რაღაცას უშლის ხელს რა. ხო. აი ეს ვიყიდეთ. აი პროსტა რა სისულელეებს ყიდულობ ამ მანქანისთვის, იმე წავიდე ფეხსმელი ვიყიდო და სწოძოჟ ნიშანი. მოკლედ მეგობრებო. დაიხარეთ, კარგად იყავით. მიდი, რა უნდა ამოგეწყა თუ რა გითხე. მიდი, დაცხე. მიდი დაცხე. საღამოც გეჭხობა შეჩემი. ვაა. იქ მიაყენე თუ არ არიან. არ არიან, კაი აზრი არ აქვს. აიმე. წეგან ზუკამ დასტუკა. მახავი კი დასტუკა. მეგობრებო. ესე იგი. ვეცდებით რომ წავიყვანოთ დღეს. ხო და ძალიან კაი იქნება. აქაც დააყენა რაღაცეები. ერთი ახადი რა გამოკარი კაპოც. BMW-სავით აქ. უი, ჰაერის ფილტრი ყო დასაყენებელი. მოკლედ დაჩი ეს დადგა. აქეთ დაუმალია ისინი ძალიან კაი ეს შტეკერები და რაღაცეები. და ამით უნდა დარეგულირდეს ტემპერატურა, რომ დაიქოქება ანთებს და უნდა დაარეგულირო რამდენზე იმას ქნას. ხო.
ნახე ის პლასმასებიც ყველაფერი აწყობილი არის იქით. მოკლედ ეხა ჰაირის ფულსაც ვაყენებს და მიყვავს რა. სვაბოდაზე ჩვენი ძმა. აბა ახლიდან დაქოქე. ხანდებით მუშაობს რაღაცა. ზედმეტად ჩაგდებით მუშაობს. აი გაანები თავი ცოდო 20 ცილინდრზე მუშაობს გონი. მოკლედ მეგობრებო, ჩავჯექით. დასაქოქაც გავამზადეთ და უცებ მუშაობს მანქანა 4 ცილინდრზე. 124-ია რა, იმას 11. ხო, შეჭი ვეკხო და. მოკლედ რავი, ზუკათან მეფერება აგერ ფეხს. ველოდებით თან წვიმა არის, ვერც დავშლით ვერაფერს ვერ მოხსნით. ძალიან კარგია. მე ყველაფერი. მიდი გატეხე მოგის. დაამტვრიე. ეხა ცოტა გადაიღებს და რავი, ეს უკვე აღარ შეიძლება რა. ეხა მოხსნით ბაბინებს. და იქნება კონტაქტი გაუწმინდოთ. ება ბოლო ბაბინის სტეკერი იყო გამოვარდნილი პროსტაზე. ей. Чувак. მოადრიფტავე? ბენზინ მაიცის ეს შეჩემა. უეჭველი მაგა ეგეთ რაღაცებს ბენზინი შვება ხოლმე. просто მიმოვოდი პირველში. შური მაქვს რამდენი ხანია. ბენზინს ჩავასხავთ. აუყარე თქვა. არა, ეს არის M4-ის შეცემა. სწორწოშთა. ეს დაბალშია ხში. მეგობრებო, აი ეს ნაგასატრელი, აი აკვე დავტოვე. აუ, შვილი ვიყო აქვე თუ არ დავტოვე ის გამოყა. შეიძლება სინქრონი. ვაკუთხემიცა? სხვა რაღა უნდა იყოს, თო ბაბინა ეგრე არ იგზავს. აბა შევაბარე. აჰა. ოზეშილი. რა? ეგარი გაწურე ხოლმე. ჩაკეტა. პირველში არა და რა კარგად რა კარგი მენა წაიღო. ბიჭო მე ვაბრალებ რომ მანქანა რო ამდენი ხანი გას. არა მგონია. არა. ზოგადად ვიძახი, ხო იცი, ზოგადად არ უყარს გომა მანქანას. და თავის მოგორდება რა. ხა. აიგრე. აუ, შენ ძმობას პიცა ვარ. ამო ბენზონას გამოვსვალოთ რა.
დაჟი გადი. აი ხა მართლა ისე მუშაობს, ა? მოკლედ რაც ყავს პირველად რეცხავ. 3 თვე? ხო, 3 თვე და 2 კვირა. ნახეთ, რა კაი ნომრები აბა, შეაფასეთ ნომრები მეგობრებო. კარი აღარ გყავს, მაგრამ კარი აღარ არის. ჩემი აზრით ბევრად უხდება, აი. ძალიან ბევრად. ჩემი აზრით იმენა ვაფშე ხომათანა გაიჩნდა. აი, ზუსტად BMW-ს რაც უხდება ნომრები ეგა. BMW, მაგრამ უპუპი სხვა თემა არის, თო, უპუპი, თო. ეგი მოგვივიდა მეგობარი. ასები ამის ბიჭო, მოსუქებულ ხარ, თუ მეჩვენები. ნახე იმენა. ხევზია გამოიწერეთ მეგობრებო ამ კაცის არხი. ძალიან საინტერესო ვიდეოებს იღებს. გათამაშებაზე რა ხდება გათამაშებაზე? 10000 გამომწერდი, და ეგა რა. 10000 გამომწერზე მეგობრებო იქნება Audi. Audi. Audi 80 რა, 4 მეც მაგარია. ამოვასუფთავეთ მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა რომ ამოსუფთავებულიყო და ნუ პრობლემები არ გველევა. რო გავრეცხე დიდი ალბათობით კოტუას დაურეკე ეგრევე. ჩამქრალზე ჩართო ვენტილატორი, ანუ ზამოკიც გახსნილი არ მქონდა. წყალი ჩავიდაო ალბათ რომ მანდო და მაგიტო ჩართო. აქაც პატარაზე ტილო გადავუსი აზრი არ აქვს, ძალიან სახეხია, აქაც ახლა ცოტას გავაწმინდა და აი ნახეთ გარეცხილზე როგორია, მოიცა ერთი. არა, აქეთკენ ცუდი დისკი უყენია. ნახეთო, იმენა ზიპინებს არა ის კიდე. კაი ვიძე რომ მოვიდეს ის უნდა რა ქვია. ძალიან შეღება, მაგრამ არ მაინტერესებს მე ამის ვიზუალი საერთოდ. მე მაინტერესებს რომ იაროს. აი იქ იმენა მილიმეტრებში ვწდებით, საბურავიც არ ვარგა. ეხა მაგრაქვშია. აგვასპონსორეთ, ვეძებ სპონსორებს, მომბზანდით სპონსორებო. აღწერაში იქნება ჩემი მეილი. გამოჩნდი სპონსორებო, რაღაცას დავამსგავსოთ ეს მანქანა. უი, სტოძოს ის ნიშანი ვიყიდე. 190 ევრო აწერია და დავაკრავ მაგას ან დღეს, ან არასდროს. აი, მომავალში დავაკრავ. მონობლოკები კაი ვიზუალზე კი არის. ხუფი უნდა გამოვცვალო ერთ-ერთი Mercedes ლოგოებით დავუყენო. აგრანიჩენიას რო ხსნის, მერე გენაცვა, მერე კარგად მიდის. ნუ ახლა არ ვიცი სრული ჯანი ამისი ეგარი თუ არა, მაგრამ ისიც აგრანიჩენია უნდა გაახსნევინო როგორ. აგრანიჩენია არის soft limiter ეგრეთ წოდებული. რომელიც Mercedes-ის ძრავებს აქვს, რომ 4000 აბაროზე იტრიალოს მარტო ადგილზე. და ხოთში 6000 რაღაცა იტრიალოს. ეგ soft limiter-იც იცი როგორ უნდა გაახსნევინო, გაზი ბოლომდე არ უნდა ქონდეს დადგმული. რომ რესკა თუ აძლევ ეგრევე კეტავს რა. ნენელა რომ არ გავკიდე ეგრე ვერ გაიგებ ჯანს. და ლაიქეთ მეგობრებო, გამოიწერეთ. თქვენი გვერდში დგომა მწირდება აუცილებლად. ზუკა მიმდენი იმას რა ქვია. შეჩემა ბლოკშია და რა არის ბლოკში? ბლოკიდან გამოდის ეგა და იმდენი იბლატავა ზუკა, იმდენი იბლატავა რომ აი წყალმა გაუსხა. აბა იქით მოუჭი. კაპოტის როგორ გახსნა, იცით მეგობრ, აი დაწვა ძირს და შეეყო ხელი და ისე. მე ვიზერას ვაბუხე. გაბახოთ ბიჭებო, დავაი. ნახე რა BMW-დან გადმოვიდნენ ბიჭებიტო. ნახეთ ეს ვიდეო. მეგობრებო მოვიდნენ. ბიჭო ძალიან გარბის ხო? ბიჭო ხო იცი ეხა რა თავლა არის შიგნით და იმენა მივდის რა. მოიცა ნელა უკვე შეჩემა. აი ეს არის სოჯის ტოძო მეგობრებო. ეს სოჯი 140. აუ იმენა გემი არის დედასიც.
გამიტანა ჩემი დედამო. დავარ ჩარ, ხომსიო მოწდი. ჩემი დედამო, აუ რა ხდება? პოლიცია, ბიჭო, პოლიცია. პოლიცია.